საღამოშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ოპოზიციის აქტივობის მორიგი ეტაპი და კიდევ ერთ გადამწყვეტ ეტაპად გამოცხადებული დღე. 15-დღიანი პროტესტის შედეგი ოპოზიციის აქამდე ერთადერთ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გადადგომას დღეს კიდევ ერთი ემატება. პრეზიდენტის გადადგომამდე ავანსად თანამდებობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უნდა დატოვოს. როგორი იქნება ოპოზიციისა და ხელისუფლების სამოქმედო გეგმა? დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. აქციის მე-15 დღე საკნების ქალაქი თბილისში პიკეტირებული ობიექტები და ახალი მოთხოვნა. რა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციის ლიდერებს მედიის მისამართი და როგორ აპირებენ კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას? ბერის და ბერის გამთლიანება საქართველოს ირგვლივ იწყება და დღეს არის პირველი და უდიდესი ნაბიჯი. ნახალოვკის მთელი ნაციონალური მოძრაობა დგება ჩვენს გვერდზე. ხალხის გვერდზე, საქართველოს გვერდზე. კანონს ჩვენ არ ვკითხულობთ ისე როგორც კითხულობს ვანო, გივი, მიშა და ასე შემდეგ. კანონს ვკითხულობთ ჩვენ ისე როგორც კანონი არის დაწერილი. ჩვენ 7 საათზე დავიძრებით აქედან და მივავალთ პირველ არხთან. და დამთავრდება ყურბანოიშვილი და ეს ბუდე. როგორი იქნება ხელისუფლების შეთავაზება? რას უპირისპირებს უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნებს? ჩვენ შევთანხმდით ნაწილ ოპოზიციურ პარტიებთან, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებაში წამყვანი როლი სწორედ ოპოზიციური პარტიებმა უნდა განახორციელონ. ისინი უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, ძრავი ამ პროცესის. ჩვენ ვართ სად თანამშრომლობისთვის ყველაზე პატარა პოლიტიკურ ჯგუფთანაც კი, ყველაზე რადიკალურთანაც კი. ოპოზიციისა და ხელისუფლების სამოქმედო გეგმა. გიორგი მაისაშვილი, აკაკი მინაშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ალიანსი თავისუფლებისთვის წევრი მომავლის პარტიის ლიდერი გიორგი მაისაშვილი. საღამოშვიდობის ბატონგია. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დავწყოთ საუბარი იმით, თუ რა ხდებოდა დღის ბოლოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რა სითხოვს ოპოზიცია კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებლისგან? დიდი მადლობა ჯგუფასო ტელემაყურებლებო იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს თანამედროვე საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს აღშენებლობა აუცილებელია საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ეხლა ჟურნალიზმს თანაც სამოქალაქო პასუხისმგებლურ ჟურნალისტს ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გარდამავალი და საგაგებო მდგომარეობა არის ხოლმე ამა თუ იმ საზოგადოების ცხოვრებაში ჟურნალიზმია მთავარი დასაყრდენი, რომელიც ინფორმირებას ახდენს საზოგადოებისა და უკვე ინფორმირებული საზოგადოება აკეთებს სწორ გადაწყვეტილებას. დღემდე ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ ჟურნალიზმი ვერ ჩამოყალიბდა ესეთ თავისუფალ პასუხისმგებლურ სფეროთ, იმის გამო კი არა რომ არ აყვავს კარგი ჟურნალისტები, აგერ ერთ-ერთი მათგანი სტუმრად ვარ მე დღეს, მაგრამ ჩვენ ყავს ისეთი ჟურნალიზმის ისეთი ხელმძღვანელები, ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ჟურნალიზმს და ტელეეთერს იყენებს როგორც პროპაგანდისტულ მანქანას. ერთის მხრივ სახელმწიფო ტელევიზია, მეორეს მხრივ ოპოზიციური ტელევიზია. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო ტელევიზია ან ოპოზიციური ტელევიზია. სახელმწიფო ტელევიზია ამ ქვეყანაში არ არსებობს, ამ ქვეყანაში არსებობს კერძო ტელეკომპანიები და არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბატონო გიორგი, როდესაც თქვენ საუბრობთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალიზმის დამკვიდრებაზე საქართველოში, ამ დამკვიდრების აუცილებლობაზე, მაგრამ ამავე დროს ქართულ ტელევიზიებს ადარებთ ქუჩის მეძავს. როგორ უნდა გაიგოს ეს განცხადება საზოგადოებამ ძალიან პირდაპირ, რომ როდესაც შენ ხარ დამოკიდებული, რომდესაც შენ არ აქვს შესაძლებლობა იყო თავისუფალი მედიის წარმომადგენელი და შენი პროფესიიდან, სამოქალაქო ჟურნალიზმიდან გამომდინარე ინფორმაცია მიაწოდო საზოგადოებას ობიექტური, მიუკერძოებელი და ვიღაცა გიყენებს ამას შენ როგორც პროპაგანდის მანქანას, მაშინ მე კონკრეტულ ჟურნალისტზე არ ვთქვი, ეს მანქანა ხდება არა უბიწო ქალწული, რომელიც უნდა იყოს ჩვეულებრივ საზოგადოებაში, არამედ ხდება ქუჩის მეძავი და ჩვენი ამოცანაა ქუჩის მეძავი ვაქციოთ უმანკოთ, როგორც უფალმა აქცია ერთ-ერთი მეძავი მარია მაგდალინელი ესეთ უბიწო არსება და უბიწო ქალბატონად ასევე გვინდა რომ ესეთი გაფუჭებული გზას აცდენილი სახელმწიფო ტელევიზიები და ესეთ პროპაგანდისტული მანქანები ვაქციოთ თავისუფალ დამოუკიდებელ თქვენ ამბობთ რომ კონკრეტული განცხადება არ გაკეთებიათ, თუმცა კონკრეტიკა შეისწავლა თქვენი გამოსვლა დღეს რუსთაველის გამზირზე, როდესაც თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტს ერთ-ერთი გადაცემის წამყვანს უწოდეთ ჟურნალისტი, რომელიც არ იმსახურებს არავის პატივისცემას. არ არის ეს ჟურნალისტის პიროვნული შეურაცხყოფა? ჟურნალისტის შეურაცხყოფა არის ის, როდესაც ის ჩადის ისეთ საქციელს, რომ ის ხდება
სათამაშო რომელიღაცა ხელმძღვანელის ან სახელმწიფო მითითების მიმცემი პირის ხელში. ნათია ჟურნალიზმი ისე როგორც არასდროს დღეს სჭირდება საზოგადოებას. თუ შენ ხარ დაკვეთილი სიუჟეტის ავტორი, თუ შენ ჩასაფრებული ხარ რომ ერთი ან სახელმწიფოს წარმომადგენელი ან ოპოზიციის წარმომადგენელი კონტექსტიდან ამოგდებული არასწორად მიაწოდო საზოგადოებას, მაშინ მე კი არ შეურაცხყოფ იმ ადამიანს, ის ადამიანია თავად შეურაცხყოფელი. ამ შემთხვევაშია საუბარი საზოგადოებრივ მაუწყებლის ერთ-ერთი ток-შოუს ავტორსა და წამყვანზე, რომელსაც თქვენ უწოდეთ ჟურნალისტი, რომელიც არ იმსახურებს არავის პატივისცემას და ამ განცხადების მიუხედავად ალბათ გასაკვირია ასეთი განცხადება თქვენი მხრიდან, რადგანაც თქვენ როგორც ჩემი გადაცემის, ასევე ამ ჟურნალისტის გადაცემის სტუმარიც არაერთხელ ყოფილხართ. იმ ჟურნალისტის სადმი კონკრეტულად მე არაფერი არ მithქვამს, მაგრამ თუ ამაზე არა, ეხლავე დავადასტურებ, რაც თქვი, ეს ჟურნალისტი მე არ მიმაჩნია რომ არ იყოს თავისუფალი ჟურნალისტი, ეს ჟურნალისტი არის დაინტერესებული პირი ამ შემთხვევაში, ყველამ უნდა ვიცოდეთ, ხომ? არის ესეთი პიროვნება, შოთა უტიაშვილი. ხომ? ეს შოთა უტიაშვილი არის ფაქტურად ვანო მერაბიშვილის მოადგილე. ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული აი ამ სადამსჯელო და უკვე დანაშაულობრივ მანქანასთან. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ამ ესეთი ავანტიურისტული ომის დროს გაჰყვიროდა, რომ ჩვენ თურმე ავიღეთ უკვე ჯავა, რომ ყველაფერი განთავისუფლებულია და დაიძრა მთელი რიგი ქართული მოსახლეობისა დაბრუნდა სახლში. აი ამ დაბრუნებას მოყვა მათი გაუპატიურება, მათი სიკვდილი, მათი გაუბედურება. და ეს ჟურნალისტი არის პირდაპირ მათი აი ამ სააგიტაციო პროპაგანდისტული მანქანის პირდაპირ უკაცრავად მე მიწევ ჩემი კოლეგის დაცვა სხვა ეთერში, იმიტომ რომ თქვენ მის გადაცემაზე გააკეთეთ განცხადება უკაცრავად, მაგრამ ბატონო, ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ ამ ჟურნალისტის ქალბატონი ეკა კვესიტაძის გადაცემებს ეტყობა ის, რომ ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მეუღლე. ვიდავოთ ამაზე ბატონო გიორგი. თვითონ ადამიანს შეუძლია ზოგიერთი მაღალჩინოსნის მეუღლე უნდა იყოს, ზოგიერთი დაბალჩინოსნის. მას არ აქვს ჟურნალისტად მუშაობის უფლება? აქვს, რასაკვირველია, მაგრამ არ აქვს იმის უფლება, რომ საზოგადოებას ეს საზოგადოებრივი არხი გამოიყენოს იმისათვის, რომ სახელმწიფოს ესეთი სახელმწიფოს კი არა, აი ამ უკანონო ხელისუფლების ესეთი ავანტიურისტული პოლიტიკის ჩემი კოლეგა ეკა კვესიტაძე არ ყოფილიყო თანაბრად კრიტიკული თავის გადაცემაში, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. გადაცემაშიც ნათელი იყო, როგორი შეხმატკბილებული იყო ხელისუფლების წარმომადგენელი კახა ბენდუკიძე ხამ ხელისუფლების წარმომადგენელი. ფაქტიურად ხელისუფლების წარმომადგენელი აბა რა არის? ეს არის კაცი, რომელმაც 5 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკა გააპარტახა. ეს არის ადამიანი, რომლის გამოც არის ჩვენი ქვეყანა აი ამ გაჭირებულ მდგომარეობაში. ამდენი უმუშევარია. ესეთი არარსებული ეკონომიკური თქვენ გაურბით შეკითხვას და ამასთან იყო ესე შეხმატკბილებულ მდგომარეობაში და მეორე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო თქვენს ვერ უარყოფთ რომ საერთოდ არასწორული სტანდარტების დამკვიდრებაზე ჟურნალისტი უნდა იყოს კრიტიკული თავისი ნებისმიერი სტუმრის პოზიციის მიმართ და ძალიან უცნაურია იმაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან რომ ჟურნალისტები არიან მიკორძოებულები, ისინი არიცავენ სტანდარტებს და არიან ამ სახელმწიფო მანქანის მსახურნი და ემორჩილებიან მითითებებს და ამაზე საუბრობთ მაშინ, როდესაც თქვენ თავად ხართ პირდაპირ ეთერის სტუმრები. თუ კი ჟურნალისტები მუშაობთ ზეწოლის ქვეშ და ვასრულებთ კონკრეტულ მითითებებს, რა გამოდის ასეთ შემთხვევაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების გადაცემაში მოწვევაც მითითების შედეგია, ბატონო გია? იცით რა, მთლად ეხლა ამხელა მღელვარება ქვეყანაში, ამხელა საპროტესტო მუხტია, ჩვენ ეხლა როდესაც ვსაუბრობთ ძვირფასო მეგობრებო, მრავალ ათასოვანი ჯგუფი პროტესტანტების და აქციაში მონაწილე ადამიანებისა გარეთ არიან და აი ამ საზოგადოებრივი არხის კურსის წინააღმდეგ პროტესტს აცხადებენ. ანუ ესეთი პრესინგის ქვეშ არის ეს ტელევიზია და აქედან გამომდინარე ესაც რო არ გააკეთოთ რომ ზოგიერთი ადამიანები დაიწყებოდა პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. თქვენ პირადად არ ყოფილხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა რომ ყოფილვარ საზოგადოება უნდა ეს დიდი ვერაფერი ბედნა საზოგადოების ზეწოლა ეს გადაცემა, ჩემი გადაცემა დეკემბრიდან გადის ეთერში. მანამდე გადიოდა გადაცემა სხვა სახელწოდების. თქვენ მანამდეც იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და ახლაც. დეკემბრის შემდეგ საზოგადოებრივ არხს თუ შეიძლება დეკემბრის შემდეგ საზოგადოებრივ არხზე პირველი თემის გარდა გადის ток-შოუ აქცენტები და გადის ინგა გრიგოლიას პოლიტიკური კვირა. რომ დავითვალოთ ამ ხნის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ამ შედეგებს გაეცნოთ ოფიციალურად. სამივე ток-შოუს სტუმრებიდან ყველაზე მეტი
ყველაზე მეტი დრო დაეთმოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ნათია, ბრიტანელებმა დაითვალეს, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კაცი, ერთადერთი 6 კანდიდატთა შორის ერთ-ერთი კანდიდატი. და როდესაც ჩაატარეს დაითვალეს რაზე იყო საუბარი, რამდენს ჰქონდა დრო, აღმოჩნდა რომ სრული უპირატესობა ერთად აღებულს დანარჩენ კანდიდატებს ორჯერ უფრო მეტი დრო ჰქონდა პირდაპირ ეთერში დათმობილი ვიდრე მე რას ქვია მე ვერ დავეთანხმებ. თქვენ შეიძლება მე ვერ შედეგები რაც დადო დამოუკიდებელმა მონიტორინგის ჯგუფმა 5 იანვრის არჩევნების შემდეგ. თქვენ მე დამეთანხმებით თუ არ დამეთანხმებით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი საზოგადოება მიიღოს ჩემი პოზიცია. შესაძლოა საზოგადოების ნაწილიც კი არ დამეთანხმოს, მაგრამ ამას კი არ აქვს. თავარი არის საზოგადოებამ გაიგოს ჩემი პოზიცია. და მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოება არის თქვენ ხართ მოვალე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ საზოგადოებას ანახოთ და საზოგადოებამდე მიატანინოთ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ის თუ როგორი ქვეყნის აშენება უნდა როგორი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში რამდენიმე მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა იმას თუ როგორ მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებელი მე კარგად მახსოვს შარშანაც მიწევდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ეთერში ამაზე დავა როდესაც იყო ჩამონათვალი ყველაზე მეტი დრო დათმობილი ქონდა მიხეილ სააკაშვილზე მეტად პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს. თუმცა შემდეგ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ შეჯამდა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური კანდიდატი და მიხეილ სააკაშვილი. ეს ასე არ იყოს, მე ნამდვილად არ მაქვს ახლა ხალხის შედეგები. ვის გამონკვლევა ესეთი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც უნდა მას პირდაპირ ეთერში ქონდა შეუზღუდავი რაოდენობა, აქ არც არ მოდიოდა, აქ საერთოდ არ მოსულა. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ თქვენი ეთერით, პირდაპირ თქვენი ეთერით, ქალბატონ ნათია, მოვითხოვეთ, რომ შენ ხო დასავლელი ხარ. პრეზიდენტს მიმართეთ. შენ ხომ პროამერიკელი ხარ, ვითომ არა დეკლარირებით, მაგრამ საქციელით საერთოდ არანაირ არც დასავლეთის, არც აღმოსავლეთის კრიტერიუმში არ ჯდები, მაშინ თუ საპრეზიდენტო არჩევნებია, საზოგადოებას ჭირდება დებატები. თუ კი შენ არ მოგვეცი საშუალება ჩვენ კონკურენციისა, მაშინ ესეთ გამარჯვებას რა ფასი აქვს? თუ მოედანზე არ გამოგიყვანეს, რაც არ უნდა პელე და გარენჩა იყო, ბურთს ვერ გაიტანდა, სულ რომ იშტოიანი იყო, იშტოიანს ჩაეწერება გამარჯვება და ესეთი გამარჯვება იზიმა ჩვენმა პრეზიდენტმა. ანუ თქვენ მოვალე ხართ, როდესაც ადამიანები არიან რაღაცა საზოგადოება ამ პოლიტიკურ ასპარეზზე არიან და მით უმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატია და თქვენ მოიწვიეთ ეს სტუმრად, ამისათვის ჩვენ საზოგადოებამ დიდი მადლობა კი არ უნდა გითხრათ. ეს თქვენი მოვალეობა, აბა ვინ ახართ მაშინ საზოგადოებრივი არხი. პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ჩვენი სტუმარი, ის რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოვიდა, ეს არ არის ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მოწყობის პრობლემა. აი ხო დაგპატიჟეთო. დაპატიჟებაზე ძალიან დიდი მადლობა. არა, მე თქვენ ამბობთ პირიქით, რომ საზოგადოების ზეწოლის შედეგია ის, რომ ოპოზიციონერები არიან პირდაპირ ეთერის სტუმრები. ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არ იყო საზოგადოების საპროტესტო აქცია. თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ. მაშინ ვითი ამიხსნეთ იმას, რომ საზოგადოების აქცია არ ყოფილა. რომ ეს საზოგადოებრივი არხი არ გამოხატავს ბალანსირებულ პოზიციას ერთის მხრივ ხელისუფლებისა, მეორეს მხრივ ოპოზიციისა და საზოგადოება თქვენ ხართ საზოგადოების ბიუჯეტით მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია საზოგადოების ინტერესის დაცვაზე. რაზე მიუთითებს ის? არ უნდა დაეცვათ, იცით რა, ქალბატონ ნათი, არ უნდა დაეცვათ არც ხელისუფლების ინტერესი, არც ოპოზიციის ინტერესი. მე ვიცავ ხელისუფლების ინტერესს, ბატონ გიორგი. მე აქ იცით რა, ჩვენ ხო არ საუბრობთ ვიღაცა კონკრეტულ, ჩვენ საუბრობთ იმ პრინციპებზე, რა პრინციპსაც არგოს ეს ხელისუფლება. საუბრობთ კონკრეტულად, მე ვარ ამ არხის თანამშრომელი და ჩემი გადაცემა გადის ამ არხის ეთერში. თქვენ შემედავეთ მე სხვა ჟურნალისტზე, თქვენ საკუთარ თავზე ხო არ მედავებით? გამიშლობა ის ჟურნალისტიც მუშაობს ამ არხზე, ამ არხის სახელით გადის მისი გადაცემა ეთერში. პირდაპირ ვთქვათ, ეს ტელევიზია არაძლევს საშუალებას საზოგადოებას, რომ მან ბალანსირებული პოზიციას გაეცნოს და მათ ისინი იყვნენ ბოლომდე ინფორმირებული იმ პრობლემატიკის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდება. კარგი, თქვენ ამბობთ, რომ არ არის დაბალანსებული ინფორმაცია. უკაცრავად. არასწორი კუთხით. როგორ აღმოგლეჯ კონტექსტიდან თქვენს განცხადებას, როდესაც პირდაპირ ეთერში საუბრობთ? პირდაპირ ეთერში ნასაუბრალს ვერ ამოგლეჯთ. ჩემსაც კი არა, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ყოველდღიური აქციების, ყოველდღიური საქმიანობის გაშუქება ხდება ძალიან მოკლედ, 10 წამიანი, 15 წამიანი კონტექსტიდან ამოვარდნილი. უკაცრავად, ყველა საინფორმაციო გამოშვებებზე საუბრობთ. ამ ხნის განმავლობაში რაც ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ქუჩაში, ყველა საინფორმაციო გამოშვებაში არის ჩართვა, ჟურნალისტი ამბობს, რომ აი ახლა ოპოზიცია აკეთებს განცხადებას და ოპოზიციის ლიდერების საგანგებო განცხადებები ყოველთვის კეთდება 4 საათიან და 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში.
პირდაპირ ეთერით ბატონ გია რა კონტექსტიდან კი არ არის აქ ლაპარაკი. აქ არის სულისკვეთებაზე. ეს ტელევიზია ვერ გამოხატავს საქართველოში არსებულ სულისკვეთებას. კარგით, როგორ უნდა გამოხატოს, მაშინ ასე დავსვათ. როგორ უნდა გამოხატოს? ამ ტელევიზიამ უნდა გაარჩიოს ის ყველაზე მწვავე საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ფუნქციონირებაში დღეს. რა არის ყველაზე მწვავე საკითხები? თქვენს ტელევიზიიდან გუშინ იყო ერთ-ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი. რაგვარი არის ეს დაბალი ბიჭი რო არის ცოტა შოთა ხავ გავხსენებ მის გვარს. შოთა მალაშხია. და ამბობს რომ საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის. არანაირი არც პოლიტიკური კრიზისი, არც სახელმწიფოებრივი, არც ეკონომიკური კრიზისი. დღეს იყო გადაცემა დასავლეთში ესეთი უმწვავესი, სადაც არის ნალაპარაკი იმაზე, რომ საქართველო არის უმძაფრეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ კრიზისში. თქვენ ეხა გუშინ ისე თქვენმა ეკაკ კვესეტაძემ, თქვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ისე წაიყვანა ეს გადაცემა, თითქოს საქართველოში არც ეკონომიკური კრიზისია, არც პოლიტიკური კრიზისი, არც სამხედრო კრიზისი ეს ქვეყანა მიდის აღშენებლობის გზაზე და საზოგადოებას ეკნება ისეთი შტაბ-ბეჭდილება თითქოს საქართველო მიდის აღმავლობის გზაზე. საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით ჩვენს სამეზობლოში არის ბოლო ადგილზე. საქართველო არის მიჩნეული როგორც არ შემდგარ არასტაბილურ მუდმივად სახელმწიფო კრიზისში მყოფ ქვეყანას. ეს არის შეფასება. არა, მე კი არ გედავებით, მე ჩემს პოზიციას და წესმარიტებას გიფიქსირებ და საზოგადოებამ გასაჭიროს. საზოგადოებაში დაახლოებით 70%-მდე სხვადასხვა გათვლებით არის უმუშევარი. საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ელემენტარული სინათლის ფული გადაიხადოს და სიცივეში ადამიანები პალტოთ სხედან, პალტოთი არიან ჩაც პალტოში სხედან სახლში, ოფისებში და ასე შემდეგ. ადამიანებს აქვს არჩევანი გასაკეთებელი. ავად რო გახდებიან, წამალი იყიდონ და ექიმთან მივიდნენ, თუ საკვები იყიდონ და თავისი ოჯახებს სადილე მოუმზადოთ. ესეთი არჩევანია. 1/3 ჩვენი ტერიტორიის არის მთლიანად მიტაცებული. პრობლემები რომ არსებობს ქვეყანაში? პრობლემები არსებობს, პრობლემები კი არა, კატასტროფა არსებობს. კი ბატონო. გასაგებია. ქვეყანა აღარ ფუნქციონირებს, ქვეყანა არის იზოლირებული. ქვეყანამ დაკარგა 1/3 თავისი ტერიტორიისა, ქვეყანამ წამოიწყო ისეთი ომი, რომლის წამოწყება იყო კატასტროფა და რომლის გამარჯვება შეუძლებელი იყო. ესეთ ომში ჩაჩეხა ამ ხელისუფლებამ ქვეყანა, წამოიწყო იმისთანა გაუმართლებელი ეკონომიკური პოლიტიკა და ეხლა ამბობს, რომ თურმე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონია და რა ვქნა, მე 100 წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი ცუდი რაღაცებიო. როდესაც შენ ხარ ლიდერი, როდესაც შენ ხარ პრეზიდენტი, ის კი არ უნდა თქვა, რომ რა ვქნა, ომი დაიწყო, რა ვქნა, ეკონომიკური კატასტროფა, შენ უნდა ჩამოაყალიბო, რომ აი ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არის ეს, გამოსავალი ეს. და რა გამოსავალს ხედავს ოპოზიცია? მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იქნება აი ამ კატასტროფიდან გამოსავალი, როგორც ჩვენ გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი ამ წუთიერი პრობლემის გადაჭრა. ერთი ის, რომ საქართველო არის მთლიანად იზოლირებული და ჩვენ აღარა ვართ უკვე საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ვართ მხოლოდ ობიექტი და ჩვენი წაგებული ომის შესახებ ჩვენს მაგივრად მესამე პირში მესამე ადამიანები, მესამე ორგანიზაციები საუბრობენ. ამ კატასტროფიდან გამოსავალი არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. ამ კატასტროფიდან გამოსავალი არის ამ ხელისუფლების შეცვლა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, რომელმაც ესეთი კატასტროფული ომი გამოიწვია და ამ კატასტროფულ ომში ესე სამარცხვინოთ, ესე თავსლაბ დავსმულები დავმარცხდით და ეკონომიკური სრული კრიზისი გამოიწვია ამის შემდეგ ომმა. როგორ უნდა მოახდინოს აი ამ თავსლაბ დავსხმულმა ხელისუფლებამ ან მოლაპარაკების მაგიდაზე მიჯდომა ან ქართული სახელმწიფოს სახელით ამ პრობლემის გადაჭრა ან კიდე ეკონომიკური საკითხების გადაჭრა. ორი საკითხია, ეკონომიკური საკითხი, საგარეო პოლიტიკური საკითხი. ვერც ერთს ჭრის, ვერც მეორეს. გასაგებია რომ მითხოთ ხელისუფლების გადადგომას. მიხეილ სააკაშვილის გადადგომას დღეს ოპოზიციის ლიდერებმა დაუმატეს კიდევ ერთი მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე ავანსად თანამდებობა უნდა დატოვოს საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ის განცხადებები, რაც გაკეთდა ოპოზიციონერების მხრიდან, არა მხოლოდ ამ აქციაზე. გამოისმინე და მე იმაზე ვაკეთებ მარტო კომენტარს ახლა. უკაცრავად ოპოზიციის ლიდერები ყოველთვის ამბობენ ჩვენს ეთერში, რომ განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ, არის საერთო იდეის გამოხატულება და ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებულები. მოვისმინოთ და შემდეგ გავაკეთეთ კომენტარი.
გაცხადებული საბჭოში ოფიციალურად რომ არანაირი პოლიტიკური თანამდებობა მე არ მაინტერესებს, მაგრამ იმისი რა ქვია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე უნდა გავხდე აუცილებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე უნდა გავხდე აუცილებლად. აი ამაზე პრეტენზია მექნება. თურმე რაშია ამ თანამდებობაზე, ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენ გთავაზობთ 9 აპრილის ერთ-ერთი მთავარი გმირის 9 აპრილის სინდისის მარშის მრავალთაგანი გოგა ხაინდრავას კანდიდატურას. ჩვენ 7 საათზე დავიძრებით აქედან და მივალთ პირველ არხთან და დამთავრდება ყურბანოიშვილი და ეს ბუდე. ჩვენ იქიდან ფეხს არ მოუწვნით. ყურბანოიშვილო, 7 საათზე მოვდივართ და ერთი რაკაცი ხარ გაცემეფეშენ. ამ ვაჟბატონებს, ვინც აქ არიან მოკალათებულები, სააკაშვილის მონობაში სული ხდებათ. დამთავრდა, დღეიდან დამთავრდა. ვერც ერთი ადამიანი, ვინც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს, რომელიც წამლავს და შხამავს ქართულ მოსახლეობას, ვეღარც ერთი მათგანი ვეღარ შეძლებს ამის გაკეთებას. ჩვენ აქ მოვედით და ჩვენ აქედან არ წავალთ, სანამ სააკაშვილი არ წავა და სანამ ყუბანეიშვილი არ მიყვება ზე. Kas ნიშნავს ეს გამოსვლები ბატონ გიორგი კონკრეტული მიზნით ოპოზიციონერი კანდიდატის გენერალურ დირექტორად დანიშნვის სურვილით ხომ არ ითხოვს ოპოზიცია გენერალური დირექტორის გადადგომას და კიდევ ერთ დავამატებდი შარშანაც ანალოგიური მოთხოვნები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან ანუ პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მეორე ტურის დანიშნვის აუცილებლობაზე მოთხოვნა შემდგომში დავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით ამ მოთხოვნით შეიცვალა და შემდგომ როდესაც გადადგა თამარ კინწურაშვილი ოპოზიციამ ეს გამოაცხადა თავის გამარჯვებად დღეს კი ანალოგიური სურათი გვაქვს მაუწყებლის შენობის წინ რატომ ნათია აი ეხლა თქვენ რაც აჩვენეთ არის დადასტურება იმისა რაზეც მე ვლაპარაკობდი არასწორი არა კეთილსინდისიერი უპატიოსნო ჟურნალიზმისა. ეხლა თქვენ არაკეთილსინდისიერი მათმევნით რა. ეხლა თქვენ გოგა ხაინდრავას სიტყვები აჩვენეთ ხო? როდის იყო ეს გადაღებული? არა, პირველი რაც გავიდა ეს არის შარშანდელი გაზაფხული. ხო, რაღაცა კერძო საუბარი არის ამოჭრილი. არა, როგორ არის კერძო, როდესაც მიმდინარეობს პრესკონფერენცია ჩართულია კამერების ხედან მაგიდასთან ოპოზიციონერები დაკეთებენ განცხადებებს. რატომ არ არის ეს მთლიან კონტექსტში? მე არ ვიცნობ მთლიან კონტექსტს. როდესაც თქვენ შეიძლება რაღაცა სიტყვა თქვათ და ეს სიტყვა იქნეს ამოგლეჯილი კონტექსტიდან და მე ამას მიებას ბევრი სხვა რაღაცა. ეს არის უპატიოსობა. ეს არის არაპატიოსანი ჟურნალიზმი. როდესაც კირთაძის განცხადება აქციაზე. მე ნესტანკის ეს საერთოდ არ მომისმენია ეს განცხადება. როგორ არ მოგისმენიათ ერთად მოვისმენიათ ახლა? არა, ეს ეხლა მოვისმენე, მაგრამ ნესტან კირთაძის აქამდე ეს განცხადება მე მიტინგზე არ იყავით მაშინ როდესაც გამოვიდა ნესტან კირთაძე? არ ვიცი, მიტინგზე ვიყავი თუ არ ვიყავი, ეს განცხადება არ მომისმენია. აქ არ არის ლაუბარი, ვიღაც ესე იგი თქვენ რას ამბობთ, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ გოგა ხაინდრავა გახდეს რაღაცა თანამდებობის პირი. არა, მე ამას არ ვამტკიცებ. კითხვას ვსვამ, უბრალოდ რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები? როგორი განცხადებები რომ გოგა ხაინდრავა ეხლა ვიღაცა მიტინგზე კითხვას აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება. კი ბატონო, მიტინგი არის ესაც უბედურებაა რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური საკითხების გადაჭრის სხვა გზა აღარ დატოვა ამ ხელისუფლებამ გარდა იმისა რომ ამდენი ადამიანი გამოვიდეს მიტინგზე და როდესაც მიტინგზე პარალელურად აუცილებლად მოითხოვეს მრავალათასიანი მიტინგთან როდესაც გაქვს საქმე იქ რაღაცა ზოგს იუმორი ჭირდება ზოგს ჭირდება რაღაც სიმბოლიკა იქ ნათქვამი ისეთი დიდი ფასეულობის მატარებელი ვერ შეიძლება ჩაითვალოს ეს არ შეიძლება იყოს ძალიან მაღალი განსაზღვროს საზოგადოებამ ოპოზიციის ლიდერის რომელი გამოსვლა სერიოზული ფასეულობის მატარებელი მიტინგზე და რომელი არა კიდევ ერთხელ გიმეორებთ ქალბატონო ნათია როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური სისტემა საქართველოში შექმნილია ისეთი რომ ხელისუფლებას აქვს სრულიად მონოპოლიზირებული ქვეყნის მმართველობა და ხუთკაციანი შიდა გუნდი. ხუთი კაცისგან შექმნილი ჯგუფი მართავს ყველაფერს. ადამიანებს, რომლებსაც თავისი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღება უნდათ და აქვთ შესაბამისი კომპეტენცია,
სხვა გამოსავს მასთი ნიჭის გამოყენების არანაირ სხვა ასპარეზს არ ხედავენ, გარდა იმისა, რომ მოხდეს ესეთი მასობრივი დემონსტრაციები. რატომ მივიღეთ ანალოგიური სურათი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან? ისეთივე სურათი როგორც იყო შარშან ამ დროს. იმიტომ რომ როგორც გითხარით, მე ჟურნალიზმი და პასუხისგებლური ჟურნალიზმი ესეთ გარდამავალ ეტაპში, როგორც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა დღეს, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე საზოგადოებაზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე, ვერ იქნება საზოგადოება დემოკრატიული, სადაც ის საზოგადოება არ არის ინფორმირებული. ინფორმირების ყველაზე დიდი წყარო არის სამოქალაქო პასუხისგებლური ჟურნალიზმი. ამიტომ აქვს ესეთი დიდი მნიშვნელობა ჟურნალიზმს და განსაკუთრებით ესე იგი რატომ დადის მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა მუდმივად რატომ გადაიზრდება ხოლმე გენერალური დირექტორის გადადგომის იმიტომ რომ საზოგადოებაში, როდესაც ესეთი მდგომარეობაა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებას. როდესაც არ ხდება ესეთი ინფორმირება, ამიტომ დასაწყოთ ვთქვათ, ოპოზიციის ლიდერების განცხადება, ის განცხადება, რომელიც აუცილებლად უნდა სწოდნოდათ მის მხარდამჭერებს. რომელი ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება არ მიეწოდა საზოგადოების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. თქვენც ხომ კარგად იცით, ბატონ გერგ, ეთიცოთეთ, სანამ ჩემზე უკეთ ალბათ თქვენ იცით, როგორ ხდება კონტაქტი ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან. ყავს ოპოზიციას თავისი წარმომადგენელი, რომელიც ეკონტაქტება ლევან ყუბანეიშვილს და ხდება შეთანხმება, ზუსტად როდის იქნება ჩართვა საინფორმაციო გამოშვებაში. ძალიან უცნაურია თუ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით. ყუბანეიშვილთან არ ამყავს და წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ თქვენ. ძალიან უცნაურია თუ ამაზე არაფერი იცით, მაგრამ ასე ვთქვათ, ესეთი უსიამოვნო შემთხვევაც მოხდა დღეს, სანამ თქვენ მოხვიდოდით ჩვენს გადაცემაში. გადავიდეთ ამ საკითხზეც. თქვენ როგორც აგვიხსნა თქვენი პრესამსახურის წარმომადგენელმა კოკო გამსახურდიასთან ერთად გსურდა ჩვენს გადაცემაში მოსვლა და განცხადების გაკეთება ექსკლუზიურად, განცხადებისა, რომელიც იქნებოდა შემუშავებული შექმნილ ვითარებაში, რა საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რას ნიშნავს ის, რომ სტუმარი თქვენ, რომელსაც შეუთანხმდით გადაცემაში მონაწილეობა შუა დღისას, აყენებს ულტიმატუმის სახით, რომ ის მოვა ან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად გადაცემაში, თან ეს ხდება საღამოს 10 საათზე, გადაცემის დაწყებამდე 1 საათი ადრე ან საერთოდ არ მოვა გადაცემაში. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი და ჩემი სახელით არავის არ დაურეკავს თქვენთან და თუ ვინმე დარეკა ძალიან დიდი და ძალიან ბევრი რამ თქვენი ალიანსის ერთ-ერთი დანაშაული ჩაუდენია არასწორად მოქცეულა არანაირ თქვენ ვინმე რამე ჩემი სახელით თქვენ რაღაც ულტიმატუმი წამოგიყენათ მე არ მოვედი დღეს თქვენთან თქვენ მოხვედით იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ იყო ასეთი ულტიმატუმის ფორმა გქონდა მართლაც იმიტომ რომ თქვენ ყოფილიყავით კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად, ან საერთოდ არ მოხვიდოდით. ჩვენ ვუთხარით, რომ მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენ მოხვიდოდით მხოლოდ შეიძლება ვიღაცამ თავის თავს მიცა ზედმეტი უფლება ჩემი სახელით დარეკა. და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს არ ყოფილა კარგი საქციელი. მე ამის საქმის აი ამ დეტალის საქმის კურსი არ საუბარი უნდა იყოს, როდესაც ჩვენ ორივენი ერთად მოგვეცემა ორივეს, მეც და ბატონ კონსტანტინესაც საზოგადოებასთან საუბარი. არა, თუ კი ეს არის გარკვეული განცხადება, ექსკლუზიური განცხადება იმაზე, რაც ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერებმა შეიმუშავეს და უნდა გააცნო საზოგადოებას, რაც იქნება გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან აუცილებელია კონსტანტინე გამსახურდიას ყოფნა თქვენთან ერთად, რომ თქვენ ამ განცხადებაზე ისაუბროთ. რასაკვირველი არ არის, ეხლა არის სხვა თემატიკაზე საუბარი, როდესაც იმ თემაზე ჩამოვარდეს საუბარი, მე აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე. ეხლა უბრალოდ არ მსურს ამ თემაზე გაგრძელება ჩვენი საუბრის. იმ განცხადებაზე, რაც მე უნდა განმეცხადებინა და დაუბრუნდეთ ისევ იმ ჩვენებას. თქვენ ესე იგი ჩვენ ვითხოვთ საზოგადოებრივი არხის მმართველობას ისე რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ჩვენი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე და ეს რა არის? არა სახელმწიფოს არა ხელისუფლების მიერ იყოთ თქვენ მართვადი და არც ოპოზიციის მიერ იყოთ მართვადი. ჩვენ გვყავს ესეთი ტელევიზიებიც, ოპოზიციური ტელევიზიებიც, ჩვენ გვყავს ასევე სახელმწიფო ტელევიზიებიც. არც ერთი ვარგა და არც მეორე არ ვარგა. ესე იგი ჩვენ გვინდა რომ ტელევიზია იყოს სამოქალაქო პასუხისგებლობით ახსავსე. ეს არის მთავარი. თქვენ სხვა ბატონი არ აკრავთ თუ არა
თქვენი პრესტიჟი, თქვენი ჟურნალისტური ეთიკა და თქვენი პროფესიონალიზმი. ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ თავისუფლები. ისევე როგორც ბიზნესმენები უნდა იყვნენ თავისუფალი, ისევე როგორც აკადემიაში მომუშავე ადამიანები, პროფესორ მასწავლებლები. საქართველოს პრობლემა იცი რა არის, ჩემო ნათია, რომ საქართველოში თავისუფალი მოქალაქეები თითქმის აღარ არიან. თუ შენ ბიზნესის სფეროში ხარ, ბოლომდე მიბმული ხარ მართლ ვერტიკალს, სააკაშვილის მართლ ხელისუფლებას, იმის გარეშე ერთნაბისას ვერ გადადგავ. თუ კი ჟურნალისტი ხარ, ან უნდა იყო ოპოზიციური ჟურნალისტი, ან უნდა იყო სახელმწიფო, ასე იგი, სახელმწიფო ჟურნალიზმი. ჩვენ გვინდა რომ აი რას ნიშნავს ის, რომ რუსთავი ორი ჟურნალისტები არიან, სახელმწიფო ჟურნალისტები, ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლების მიერ მართვადი ტელევიზია. ეხლა მე მოვდიოდი და ჟურნალისტების ჯგუფში ხელისუფლება იქეს კეთილნებას, როცა ოპოზიციონერები ძალიან ხშირად ჩანან კეთილნებას კი არ იჩენს, სხვა გამოსავალი არ აქვს, თორე ეხლა მიხეილ სააკაშვილს აწყობს ჩემი თანაკაცის ტელევიზიის გამოშვება, არ აწყობს. ეს არის პირველი მისთვის ყველაზე ეროზია მისი ხელისუფლებისა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საქმეებზე ვლაპარაკობთ. კი არ ლანძღვაგინებით კი არა ვართ დაკავებული მხოლოდ, არამედ კონკრეტულ საკითხებზე ვლაპარაკობთ და იცით რა მითხრეს ჟურნალისტებმა? ბატონი მერი ქალაქის უგულავა მართავს ყველა ტელევიზიას, რომელიც სახელმწიფო ხელში, ანუ სახელმწიფოს ხელში რომელი ტელევიზია, თქვენი ტელევიზია, პირველი არხი, რუსთავი 2 და იმედი. პირდაპირ უგულავა. თქვენი კოლეგები მეუბნებიან, მე ამას ვერ დავადასტურებ ბოლომდე, მაგრამ რა ვიცი, არსებობს ესეთი დიდი ეჭვი, რომ უგულავა განაგებს ამ ტელევიზიებს და უგულავა უნდა განაგებდეს ქალაქის კეთილმოწყობას და ის ნაგავი რო დაგროვდა იქ, იმ ნაგვის გატანაზე უნდა ფიქრობდეს და არ ერეოდეს თქვენ საქმეში. ხელისუფლების წარმომადგენლებს. შენ ხომ გინდა რომ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობდე, ისეთ ქვეყანაში, სადაც შენი ჟურნალიზმი მხოლოდ და მხოლოდ აი გემოვნებას, დახვეწილობას და აი პასუხისგებლობას ეფუძნებოდეს და არ იყო ვიღაცამ არ დაგიკვეთეს, შენ ამოაგდე. შენ უზარმაზარი პრესის ქვეშ ხარ. შენ ვერ იტყვი იმას, რისი თქმაც შენ გინდა. იმის გამო ბატონო, რისი თქმაც მინდა ეტყობა ამ გადაცემას, როდესაც თქვენ ბრძანდებით სტუმარი, რომ მე ვარ პრესის ქვეშ. ამ ტელევიზიაში პირველ არხზე, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე, იმედის ტელევიზიაში ვერ იქნება ჟურნალისტი ბოლომდე დამოუკიდებელი, იმიტომ რომ მას ამის შესაძლებლობას არ აძლევენ და არც მისცემენ, სანამ ესეთი ხელისუფლება ყავს. ამიტომ გვინდა ამ ხელისუფლების ჩამოშორება, რომ ჟურნალიზმი განთავისუფლდეს ამ წნეხისგან. მე მინდა რომ შენ მოგეცეს შენი პროფესიონალიზმის ბოლომდე გამოვლინება, შენც იქნე დახარჯული და საზოგადოებამაც დიდი სიკეთე მიიღოს ამისგან. იმიტომ რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის ეს აუცილებელია. საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა გადაცემის ეს ნაწილი. მე მინდა ასე ვთქვათ შევაჯამოთ რატომ რა საკვირველია? 9 საათზე მეტია თქვენ ბრძანდებით ეთერში, ბატონგია. და კიდევ 2 ბლოკია 1 საათიან გადაცემაში გათვალისწინებული. გამოდის რომ თქვენ მეტი დრო გეთხოვათ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლს, რომელსაც თქვენ შემდგომ უნდა ვუმასპინძლოთ. 15 დღეა მიმდინარეობს აქციები. რა მიიღო ამით ოპოზიციამ? რა შედეგი დადგა 15 დღის შემდეგ? აქ რას მიიღებს ოპოზიცია, მე ეს ნაკლებად მაღელვებს. მე მაღელვებს ერთი რამ, ის რომ ქართული სახელმწიფო არის უმწვავეს კრიზისში, ეკონომიკურში, სახელმწიფოებრივში, პოლიტიკურში და აქედან გამოსავალი არ ჩანს, ჩიხში რო ვარ შესული და ეს ხელისუფლება რო ვერ წვითავს არის ორივე მხარის პასუხისმგებლობა, ბატონგია. როგორც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს იმისათვის, რომ რასაკვირველია, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია, მაგრამ როდესაც შენ ხარ მართველი ძალა და შენ ქვეყანა შეიყვანე ამისთანა გამოვვალ ჩიხში, ომის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკურ ჩიხში და ეკონომიკის თვალსაზრისით, ესეთ ჩიხში, სადაც ქვეყანაში არ იქნება პროდუქცია, არ იქნება მომსახურება, რომ საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა, არ შემდგარი ქვეყანა. რა არის ამ ჩიხიდან გამოსავალი, როდესაც ამბობთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება. ეს არის გამოსავალი ოპოზიციის მიერ დანახული. ეს იცით რა, ეს აი ესეთი რადიკალური გამოსავალი რამ გამოიწვია, რომ ჩვენ შორის ეს ხელისუფლება იმართებოდა 5 ადამიანის მიერ. 5 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით და შემდეგ აღმოჩნდით ჩიხში და შენ იძულებული გახადა შენი ოპოზიციური ნაწილი არასდროს არ წასულხარ მარსთან ნამდვილ პატიოსან
მოლაპარაკებაზე, არასდროს არ გაგითვალისწინებია მისი პოზიცია. ბატონო, და ეხლა როდესაც ოპოზიციას ჩიხში ხარ შენ, გამოსავალი სხვა არაფერი გაქვს, თუ გასაგებია, არა რომ ელაპარაკება. არ ამ აქვს ნდობა შემთხვევაში გამომდინარე შარშან გამართული არაერთი დიალოგისაგან, რომელსაც როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, შედეგი მათ ვერ მიიღო. გასაგებია, როგორ უნდა აღდგეს ნდობა? მაშინ სანამდე მივალთ ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების გადადგომას, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. აღდგება, ხელისუფლებამ უნდა გადადგეს ნაბიჯი, რომელიც კეთილნებას დაადასტურებს, რომ ხელისუფლება მართლაც გონებას არის მოგებული და რაღაცა პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს. აქედან გამომდინარე, თუკი ამას საზოგადოება დაინახავს, ეს იქნება პრესინგი ოპოზიციაზე, რომ გარკვეულ მოლაპარაკებას და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად უსვამთ ამ კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუკი ხელისუფლება გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, რეალური ცვლილებებისკენ და რეფორმებისკენ მიმართულ ნაბიჯს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია თუ წავა დიალოგზე და თუ მოხსნის დღის წესრიგიდან პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას. მე მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მე ვილაპარაკებ ჩემი სახელით. მე არ მაქვს უფლება რომ მოხსნა პრეზიდენტის გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ ჩემი შვილების, თქვენი მომავალი შვილების და აი ადამიანების შვილების, ვინც ახლა სახლში განან და სხედან და ჩვენ გვისმენენ, მათი მშობლების და მთლიანად საზოგადოებას მომავალი არ აქვს. ჩვენ ვართ საგარეო პოლიტიკურ ჩიხში, ჩვენ ვართ ეკონომიკურ კატასტროფაში. ადამიანს, რომელსაც სრულიად ამოწურული აქვს ნდობის ფაქტორი, ანუ პოლიტიკური კაპიტალი, არ შეუძლია ქვეყანა, შეუძლებელია სამჭკუაშვილიც რომ იყოს, ხო? ვერ ამოიყვანს ამ ქვეყანას ნოლოვანი. თქვენ როგორ ამოიყვანთ ოპოზიცია? ოპოზიცია როგორ ამოიყვანს? ორი საკითხი უნდა გადაწყდეს. უნდა გადაწყდეს საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური საკითხი. ორივეზე ჩვენ გვაქვს სტრატეგია, სახელმწიფო ჩიხიდან ამოსვლის სტრატეგია და შემდეგ უკვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგია. თუკი ხელისუფლება გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, რა კითხვაც მე დავსვი, ბატონ გიორგი. რეალური რეფორმებისკენ და ცვლილებებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. თუკი განხორციელდა ძალიან ბევრი ცვლილება, რასაც აყენებს ამდენი ხანია საზოგადოება და აყენებს ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში რატომ გამორიცხავთ, რომ თუნდაც ეს ორი აუცილებელი გზა ერთად განიხილოთ? მარტივი მიზეზის გამო. თუკი თქვენ ამბობთ, თუკი განახორციელებს ვერ განახორციელებს და რატომ? როდეს იმისათვის რომ შენ განახორციელო რამე, მარტო ხელისუფლება, მარტო შენი ჩინი და თანამდებობა არ კმარა ის რომ შენ გასცემ ბრძანებას და აღსრულება არ კმარა, უნდა კონდეს შენ ნდობა, ხალხს უნდა კონდეს იმედი და ხალხს უნდა კონდეს შთაგონება. ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვართ. თუ საზოგადოებას არ ექნება შთაგონება, იმედი და განცდა იმისა, რომ შენ ხარ მისი ნაწილი, მაშინ იმ ადამიანებმა უნდა განახორციელოს. პრეზიდენტი კი არ ახორციელებს რეფორმას. განახორციელება უნდა მოხდეს ხალხის მიერ, კონკრეტული ადამიანების მიერ და იმ კონკრეტულ ადამიანებს სჭირდება იმედი და შთაგონება. ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველიდან გამორბის პირველად და ომს კატასტროფით ამთავრებს, ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ კატასტროფას იწვევს და ქვეყანა ესეთ ჩიხურ მდგომარეობაშია, სადაც ხიდია ჩატეხილი და ოპოზიციასთან საერთო ენას ვერ პოულობს. ოპოზიცია პრეზიდენტს არ ელაპარაკება, ეს კატასტროფა არ არის. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელმაც საზოგადოება მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, კონდეს შესაძლებლობა ამ კრიზისიდან გამოყვანისა. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ერთსაათიანი გადაცემის 40 წუთი თქვენ დაიკავეთ და შემდგომში კიდევ იქნება ალბათ პრეტენზიები საზოგადოებრივ მოვლენებზე. თუკი გავნაგზობთ იგივე პოლიტიკას, რაც აქამდე გაგვიხორციელებია, მივიღებთ ზუსტად იგივე შედეგს, რაც აქამდე მიგვიღვია. და შედეგად რა მიგვიღია ჩვენ? ომი, ეკონომიკური კატასტროფა, პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის დანგრეული და საზოგადოება ის ერთი ნაწილი არ ელაპარაკება ხელისუფლებას. ეს არ არის კატასტროფა. გვინდა რომ გავიმეოროთ იგივე, თუკი გავიმეორებთ იგივეს, მივიღებთ შედეგად იგივეს, რაც აქამდე მიგვიღია და ეს შედეგი აღარ გვაკმაყოფილებს. ჩვენი შვილების მომავალს ეს შედეგი არ აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე, ამ შედეგის გამომწვევი ხელისუფლება ასპარეზიდან უნდა წავიდეს. ძალიან დიდი მადლობა. ისლანდიაში მოხდა ელემენტარული ეკონომიკური კრიზისი და ხელისუფლება წავიდა. ჩეხეთში მოხდა ეკონომიკური ხელისუფლება წავიდა და საქართველოში მოხდა დაქცევა და ხელისუფლება კიდე ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაში ჭირდება? ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ მომავლის პარტიის ლიდერი გიორგი მაისაშვილი. უღმესი მადლობა ბატონ გიორგი. თუ შეიძლება ჯერ მიკროფონი არ მოიხსნათ.
პროტესტს ესეთ მართლობას ტელევიზიისას და უცხადებ პროტესტს აი ამ დანაშაულებრივ ბანდას, რომელიც მართავს ქვეყანას ჩვენი შვილების სახელით და ჩვენი მომავლის სახელით, ჩვენი ბატონ გიორგი, მომეცით საშუალება დავამთავრო გადაცემის ეს ნაწილი. შესაძლებლობა ადამიანებს, რომლებიც ვართ მსოფლიო კლასის პროფესიონალები, ეკონომიკა ავაშენოთ, სახელმწიფო მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ საქართველოს კი არ იყოს მათხოვარი და სხვაზე ხელგაშლილი. ისე გავთიშავოთ, რომ ვერ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა გიორგი მაისაშვილი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახავთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. საღამომშვიდობის ბატონო აკაკი. მადლობას მოგახსენებთ გადაცემის სტუმრობისათვის. უკვე მე-15 დღეა თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციის საპროტესტო აქცია, არა მხოლოდ თბილისში, მათ შემოერთდნენ რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც. რას აკეთებს ხელისუფლება მაშინ, როდესაც 15 დღის შემდეგ პროტესტი იღებს ასეთ ფორმებს? იკეტება ქუჩები და ქუჩებში დედაქალაქის მთავარ ქუჩებში დგას საკნები. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა მივესალმო თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში, როდესაც ადამიანები ქვეყანაში მზად არიან გამოხატონ თავისი აქტიური პროტესტი, გამოვიდნენ ქუჩაში და დააყენონ გარკვეული მოთხოვნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რაღაცა უფრო მეტია გასაკეთებელი, თუნდაც სხვადასხვა მიმართულებით. არა მარტო პროტესტიდან გამომდინარე, არამედ იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც მართულ გუნდს ამასრობელ ხელისუფლებას აქვს ადამიანებთან ყოველდღიურად. ამიტომ ვინაიდან ჩვენი მიზანია ბუნებრივია ამ პროტესტის ასე ვთქვათ, დამშვიდება იმით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, შევეცადოთ, გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს, რომელიც გარეთ დგას და მზად არის, რომ ეს პროტესტი გამოხატოს. რა პრობლემებს ყვეთ ამით? რა პრობლემებმა გამოიყვანეს ეს მოქალაქეები ქუჩაში ბატონო? თალსახაა, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის, რომ ეკონომიკური პრობლემა, დასაქმების პრობლემა, სოციალური პრობლემა, რაც გამძაფრდა რუსეთის აგრესიის შემდეგ 2008 წელს და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, იმიტომ რომ შემცირდა ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში გამომდინარე ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და ბუნებრივია გარკვეული საფრთხე შეექმნა დასაქმებას და საფრთხე შეექმნა თითოეული ადამიანის თქოს შემოსავალს. თუმცა კარგი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არ არის კრიზისის პირდაპირი გავლენა საქართველოში, უბრალოდ ეკონომიკური რეცესიის შენელება სახეზე. სწორედ ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ეკონომიკური კრიზისი არ აგვაქვს, ჩვენ გვაქვს იმის დიდი შანსი, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა, თუნდაც 2%-იანი ეს არის ძალიან სერიოზული წარმატება წინ, იმიტომ რომ სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს არის ეკონომიკა მიდის კლებისკენ. რას ეუბნება ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე 15 დღეა ქუჩაში დგანან? იმ ადამიანებს ეუბნება ხელისუფლება, რომ ხელისუფლება ამზადებს და უკვე მოემზადა, უკვე დაიწყო სხვადასხვა პროგრამები, თუნდაც იაფი კრედიტის პროგრამა, თუნდაც იაფი დაზღვევის პროგრამა, ასევე ხელფასების მომატება. ჩვენ გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო და ერთობლივი ძალისხმევა. რას გულისხმობ ერთობლივ ძალისხმევაში, თუნდაც ოპოზიციასთან. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ შეიძლება ყველაფერზე შევთანხმდეთ პირიქით. ხელისუფლებისათვის და საზოგადოებისათვის პირველ რიგში თავარია, რომ ოპოზიციამ კონკრეტულად მიგვიქთითოს იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს და არის საუბრობს ზოგადად. თუნდაც რა ხარვეზია ეკონომიკურ პოლიტიკაში, რა ხარვეზია სოციალურ პოლიტიკაში, სხვა რეფორმებში. ხა როცა ბატონი გია ჩემი წინამორბედი საუბრობდა მოკლედ ბატონი გია საუბრობდა მაგალითად კახა მენდუკიძეზე, მე რაც თავიდან მესმოდა ბატონი გიაგან, იგი იყო მომხრე ლიბერალური ეკონომიკის, ისეთი ეკონომიკის, სადაც სახელმწიფოს ჩარევა არის მინიმალური და სწორედ ეს ფილოსოფია აქვს ამ ხელისუფლებას და ეს ფილოსოფია აქვს ბატონ კახა მენდუკიძეს. ამიტომ მიკვირს რატომ აკრიტიკებს იგი კახა მენდუკიძეს და ამიტომ მიჩნდება გრძნობა, რომ შტაბ-ჭილება რომ ამას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. თორე ნებისმიერი კრიტიკა, ნებისმიერი შენიშვნა, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი წინ იმ ადამიანებისათვის, რომელიც იქ დგას და ის მიმიზნისაკენ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრება რა შემთხვევაში იზიარებდა ხოლმე ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს? ოპოზიციას მუდმივად ამბობს იმას, რომ ხელისუფლების მოწოდება დიალოგისკენ დარჩება მოწოდებად, იმიტომ რომ მათ არა აქვთ ამ გამოცდილება იმისა, რომ დაინახონ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან საუბრის რეალური შედეგი. ამ შემთხვევაში რა ნდობა უნდა გქონდეს ოპოზიციას ან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გარეთ დგანან, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ესაუბრონ ხელისუფლებას. პირველ რიგში მთელი ეს პროცესი, რაც დაიწყო 2004 წლიდან, ძალიან აქტიური რეფორმების პროცესი,
მაგალითად ძალიან ბევრი საკანონმდებლო აქტი მიიღო პარლამენტში, საქართველოს პარლამენტმა და ამ საკანონმდებლო აქტებზე იყო ძალიან ბევრი და აქტიური დისკუსია, რომელშიც ჩართული იყვნენ დღეს ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია, 2004 წლიდან დაწყებული დღემდე. და ძალიან ბევრი შენიშვნა მიერ მაშინ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შემდეგ ამავე პარლამენტმა საპირისპიროდ შეატრიალა ბატონო ლაკი, ამას როგორ ახსნით? არა, სხვადასხვა კანონებზე ვიძახს, ძალიან ბევრი შენიშვნა ჩვენ ხელისუფლებამ, მართლმა გუნდმა მიიღო ოპოზიციამ, უბრალოდ ეს საზოგადოების თუ არ ჩანდა. მე გადავალ იმ ნაწილზე, რომელიც საზოგადოების ხილვადი იყო ამ დიალოგის შედეგების. მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი კომპლექტაცია საარჩევნო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს იყო დიალოგის შედეგი. იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიები ამ კომპლექტაციას დაეთანხმდნენ განსაკუთრებით ახალი მემარჯვენეებს. მათთან მაჟორიტარულ როლქებს ამასაც იყო საუბარი, თუმცა თითქმის მიღებული გადაწყვეტილება შემდგომში ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. მაჟორიტარულ როლქების შემთხვევაში ანალოგიური იყო, მოხდა შეთანხმება, მართლმა გუნდმა გაიტანა ის ვარიანტი, რაც იყო შეთანხმების მიხედვით, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია რეგიონულ პროპორციული სიები. კი, 150-ზე სამწუხაროდ ოპოზიცია არ შემოვიდა და ხმები იმ შემთხვევაში არ იყო, იმიტომ რომ იმ დროს ოპოზიციის მონაწილეობა უფრო ფართო იყო. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე თქვა, სამეურვე საბჭოზე ეს ხო დიალოგის შედეგია. მე რაც ვიგულისხმარ, რომ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შემდგომში ამავე პარლამენტმა შეცვალა. რას ნიშნავდა ის, რომ თუნდაც როდესაც მაჟორიტარულ ოლქებზე ვსაუბრობ, თავდაპირველად რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, როდესაც პარლამენტმა განსაზღვრა პარლამენტში ყოფილიყო 100 პროპორციული სიით არჩეული და 50 მაჟორიტარი დეპუტატი, შემდგომში ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგ, როდესაც იყო მიღებული შეთანხმება, მიღწეული შეთანხმება, რომ რეგიონულ პროპორციული სიები ყოფილიყო, არჩევნებამდე უშუალოდ 2 თვით ადრე შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და განისაზღვრა არა 50, არამედ 75 მაჟორიტარი. რატომ გაახსენდა ხელისუფლებას უშუალოდ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, რომ ყველა რაიონს ჭირდებოდა თავისი წარმომადგენელი? არა, ცოტა სხვანაირად იყო პროცესი. რეფერენდუმზე რაც გავიდა, საკითხი ეს იყო მხოლოდ რიცხვზე პარლამენტარებისა, ანუ 150. რაც შეეხება შეთანხმებას, კი ბატონო, კომპლექსში, როდესაც შეთანხმება მოხდა ასევე კომპლექტაციაზე, საარჩევნო კომისიას, ასევე მოხდა შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე. და შეთანხმება იყო 150-ზე. ეს საკითხი მართლმა გუნდმა გაიტანა. შეთანხმება ის იყო უკვე ჩაწერილი კონსტიტუციაში. არა, კონსტიტუციაში მხოლოდ რაოდენობაა ჩაწერილი. ეს იყო გატანილი პარლამენტში მართველი გუნდის მიერ საარჩევნო კოდექსში 150-ზე, როგორც შეთანხმდა ოპოზიციასთან, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციამ გადაიფიქრა, არ შემოვიდა იმ სხდომაზე, ხმა არ მისცა ამ შეთანხმებულ ვარიანტს და ბუნებრივია საკითხი ჩავარდა და შესაბამისად აქედან გამომდინარე შეთანხმებას დაერღვა. აი ესე. და კიდე ერთი დიალოგის საგანი ხო სამეურო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ესეც ხო მოხდა სწორედ შეთანხმების შედეგად. თუმცა შემდეგ რატომღაც ოპოზიცია ყოველთვის უკმაყოფილოა ამ საკუთარი შეთანხმები და ყოველთვის სვამს კითხვებს, საჩემთვის საეჭვო კითხვებს, რომ აი ხელისუფლება აგრესიულად ჩაერია. რატომ? ეს ხო შეთანხმების ნაწილია. მათი პოზიციები არათანამიმდევრული და ბუნებრივია, როგორც მე პიროვნულად არ ამგდობა მათი. კარგი, როცა ნდობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება რატომ რჩება მხოლოდ მოწოდების რეჟიმში, რატომ სთავაზობს მხოლოდ სიტყვიერად ოპოზიციას შეხვედრას და საუბარს და რატომ არ იდგება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ კრიზისი მეტნაკლებად განიმუხტოს და დაპირისპირებული მხარეები მართლაც მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას? დღეს იყო მაგალითი იმისა, რომ ჩვენ კონკრეტულ შეთანხმებას მივახციეთ გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან. ის რომ მაგალითად საარჩევნო სიების გადამოწმებაში წამყვანი როლი ლიდერობა უნდა მიენიჭოს სწორედ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ მმართველი ძალა ვიქნებით როგორც ერთ-ერთი რიგითი მონაწილე. ეს იყო ძალიან სერიოზული შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან. შეთანხმებაში არ მონაწილეობს ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაში. აქედან გამომდინარე, ეს უკვე მათ უნდა კითხოთ, რატომ არ მონაწილეობენ ისინი. როცა ისინი საუბრობენ, რომ ნდობა არ აქვს საარჩევნო კოდექსისადმი, საარჩევნო პროცესისადმი, ჩვენ მათ კონკრეტულად თავაზობთ სერიოზულად გაზრდილ როლს საარჩევნო კომისიის შემუშავებაში და ზოგადად საარჩევნო პროცესში. ეს არის კონკრეტული შეთავაზება და ისინი ამას უარზე არიან. მიუხედავად ამისა, გარკვეულ ნაწილთან ოპოზიციას ჩვენ შევთანხმდით, პირველ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გასაჩივრების ვადები გაგვიგრძელებინა, იმიტომ რომ იყო რაღაც პრობლემები ოპოზიციისას და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ვადები უნდა გავაგრძელოთ და ეფექტური იყოს მთელი პროცესი და დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებასთან მონაწილეობის პროცესზე წამყვანი როლი მიენიჭება ოპოზიციას. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. კი ბატონო, გარდა ამისა, რა ცვლილებებს, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პირდება, ან აპირებს ხელისუფლება, რომ გადადგას ეს კონკრეტული ნაბიჯები, რომ მართლაც პროცესები გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და არა კუჩაში. გარდა ამისა, გაზრდილი როლი ოპოზიციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ჩვენ უკვე დავიწყეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციას
გაიზარდა მონაწილეობა ოპოზიციის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეროვნულ მარეგულირებულ კომისიაში, დობის ჯგუფში, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გაწყვეტილების მიღებ ორგანოებში. ჩვენი სურვილია რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ამ პროცესში, ამ დიალოგში ჩაერთოს არა მარტო ერთი ნაწილი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი. ბატონო გაკი, ამ შეთავაზებებს, ასეც თქვენ ამბობთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, ის ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც დგანა საპროტესტო აქციებზე აღიქვამენ ცინიკურად და აღიქვამენ დაცინვად, იმიტომ რომ მათი შეფასებით ეს მოთხოვნები არანაირად არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნისა, რა მოთხოვნასაც ისინი ქუჩაში აყენებენ და რა მოთხოვნითაც მათი მხარდამჭერები დღეს გამოვიდნენ აქციებზე. ჩვენი მიზანი, არა მარტო ჩვენი, ან მართულ გუნდს, ალბათ ყველა ჩვენთაგანის მიზანი, მე დარწმუნებული ოპოზიციის მიზანიც არის ის, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წება საკითხებისა, ჩვენი აზრით, რაც ხელს შეუწყობს სწორედ ამ მიზანს. ამიტომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად დავსხდოთ და ერთად განვიხილოთ ეს საკითხები. ეს უნდა იყოს, მეგონი, იმათი საზრუნავიც და ჩვენი საზრუნავიც ეს არის. რამდენად ადეკვატურია თქვენი შეთავაზება დაუბრუნდები ისევ კითხოს. რამდენად ადეკვატურია თქვენი შეთავაზებები? გეროთ თავდაპირველად, როდესაც წამოაყენა უმრავლესობამ ინიციატივა დიალოგზე ჩამოთვალა საკითხების ნუსხა, რამდენად ადეკვატურია ეს საკითხები და შეთავაზება იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნებსაც აყენებს ოპოზიცია ქუჩაში. ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. სრულად ადეკვატურია იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარაუდობ, რომ ოპოზიციის მიზანია, რომ იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გამოხატავენ, ქონდეთ უკეთესი ცხოვრება. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ საშუალებებს და მეთოდებს, რათა სწორედ ეს უზრუნველყოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეთავაზებები არის სრულად ადეკვატური. ის რომ მოგატარდეს კონსტიტუციური რეფორმა. თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია არაადეკვატური, როდესაც ხელისუფლებასთან დიალოგზე არ მიდის, ბატონო აკაკი. არათანამიმდევრულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვადასხვა გზავნილებს ვიღებთ სხვადასხვა დროს. ზოგი იძახის რომ გარკვეულ დიალოგზე უნდა არის, ზოგი არ არის. ამასთან მე გითხარით რომ ისინი ამბობენ რომ ჩვენ შევხვდებით ხელისუფლებას, თუმცა აპირებთ ხელისუფლებისგან მოვისმინოთ ის არგუმენტები, რატომ არ უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი. ანუ ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ იმ ერთი მიზნის მისაღწევად ჩვენ დავიდეთ და განვიხილოთ ყველა საკითხი. ჩვენ მზადავართ კრიტიკისთვის, მე არ მაქვს ილუზია რომ ეხლა უცბად ყველაფერი შევთანხმდებით, ეს არაბუნებრივიც იქნება, ხო? მაგრამ ჩვენ მზადავართ კრიტიკისთვის ცხარე კამათისთვის და საბოლოოდ პოზიციების შეჯერებისათვის. და თქვენ მზად ხართ ამ შემთხვევაში გაითვალისწინოთ თქვენი ოპონენტების პოზიციები. ბუნებრივია, ეს არის ჩვენი მიზანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ყისვე დავიწყეთ სწორედ ამისკენ გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, ის რომ ჩავრთეთ ოპოზიცია ყველაზე საკვანძო ადგილებში. რას პასუხობს ხელისუფლება კონკრეტულ მოთხოვნას ოპოზიციის? რატომ არ განიხილება დღეს ქვეყანაში, რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში განიხილებოდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხი? იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნები გაართულებს სიტუაციას საქართველოში გამომდინარე. დღეს არ არის რთული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. არა, დღეს პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი არის ქვეყანაში, სახელმწიფოში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო არ მოქმედებს. დამერწმუნეთ, რომ დღეს სახელმწიფო მოქმედებს და თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად დაარწმუნდეთ, რამდენი აქტივობა ხორციელდება და რამდენი გეგმის და პროგრამის აღსრულება ხორციელდება. სრულად ახერხებს მუშაობას საქართველოს პარლამენტი, ბატონო აკაკი. დიახ, სრულად ახერხებს, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ფუნქცია არის მოქალაქეებთან შეხვედრა, მათთან საუბარი, პრობლემებზე საუბარი, ანალიზი ამ პრობლემების და შესაბამისად თუმცა დღეს ვრცელდებოდა საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციები, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვერ შეხვდებიან ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის შენობაში და შესაძლოა შენობის გარეთ, სადმე ანდრეს სტორენში ან სასტუმროს მისაღებში გაიმართოს ეს შეხვედრები. არა, ესეც ხო ჩვენი შეგნებული არჩევანია, რომ ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებაში მოვიდეთ იმ ადამიანთან, ვინც პროტესტს გამოხატავენ. ეს არის ძალიან შეგნებული არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდათ რომ არ იყოს ამ ქვეყანაში ინციდენტები, არ მოხდეს დაპირისპირება ადამიანებს შორის. ანუ ამიტომ არ მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის შენობის შიგნით? დიახ, ეს არის შეგნებული არჩევანი. რაც შეეხება ესპანეთის დელეგაციის ვიზიტს, ეს შეხვედრები შედგება, ეს შეხვედრები იქნება საქმიანი და ეს შეხვედრები წაადგება ჩვენი ქვეყნის უკეთესობისაკენ. მოკლედ, რატომ დაძაბავს ვითარებას ის, რომ მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქცია პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის წევრებმა იმუშაონ შენობაში? აი თუ მოვისმენთ იმ გაცხადებებს, რაც აკეთებენ მანიფესტაციაზე ჩვენი ოპონენტები, ნათელი იქნება, იმიტომ რომ ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით ისინი აქტიურად მოუწოდებენ ძალადობისაკენ. ამ შემთხვევაში რა გამოდის ბატონო აკაკი? ტელევიზიის შენობის წინაც მიმდინარეობს პიკეტირება, მიმდინარეობს აქციები და ასეთ შემთხვევაში ტელევიზიის მუშაობა ძაბავს სიტუაციას. სხვა არის ჟურნალისტები და სხვა არიან პოლიტიკოსები. იმ ადამიანების განწყობა არის კრიტიკული ხელისუფლებისადმი და
ოპონენტები, ჩვენი ოპონენტები, ასევე ძალიან კრიტიკული ჟურნალისტების ოპოზიციური ლიდერები, ამიტომაც არის იყო რამოდენიმე შეურაცხყოფა, მე არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები ხელს უწყობენ გარკვეულწილად საზოგადოების რადიკალიზაციას. უფრო აგრესიული მიმართულებით დაყვანას. აი ეს არის პრობლემა. თქვენ ამბობთ, რომ დღეს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი. მაშინ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? რა სურათის წინაშე დავდექით? არა, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, როცა ადამიანები გამოხატავენ პროტესტს. თუმცა მე ერთი რაღაცა მაინც მინდა აღვნიშნო, იყო საუბარი ბოლო დღეებში, კამათი არის თუ არა კანონიერი ის პროტესტი, რომელსაც გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეები. მე მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ ნაწილში კანონის დარღვევა ხდება, იმიტომ რომ კანონში ძალიან ნათლად წერია, რომ არ შეიძლება განზრახ ტრანსპორტის შეფერხება, როდესაც ამის საჭიროება არ არის. და ჩვენ ვიცით, რომ ცარიელი საკნებით ქუჩების გადაკეტვა ნიშნავს იმას, რომ საჭიროება არ არის ქუჩის გადაკეტვის. და ასევე მე მოვისმინე გუშინ, მე მგონი თქვენი ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა თქვა, რომ ის პრინციპი, რომ ადამიანის უფლებები თავდება, კონკრეტული პიროვნების ადამიანის უფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლება, არის საბჭოთა პრინციპი. მე არ ვიცი, არ მინდა ეჭვი შევტანო მის კვალიფიკაციაში, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იწყება, უფრო ადრეც მე-19 საუკუნეში ბრიტანელი ფილოსოფოსები ვიძახდნენ და ეხლა ევროსაბჭოს დოკუმენტი თუ საბჭოთა დოკუმენტია, ეს სიახლეა ჩემთვის. ბატონო, ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ოპოზიციის მომხრეების, მხარდამჭერების, იმოქალაქეების მხრიდან, რომლებიც დგანან აქციაზე იმან, რატომ არ აწესრიგებს ქუჩაში მოძრაობას საპატრულო პოლიცია, როდესაც ოპოზიციის ლიდერები დაიძვნებიან ხოლმე სხვა მიმართულებით და ასეთ შემთხვევაში გადაადგილების პრობლემა ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაადგილდებიან ავტომობილით და იმ კონკრეტულ მომენტში არ არიან აქციაზე. რატომ არ აწესრიგებს მოძრაობას საპატრულო პოლიცია? სწორედ ამას გულისხმობ, რომ აქ არის კანონის დარღვევა. შეიძლება ვიდაოთ, რომ უნდა მოაწესრიგოს პატრულმა ეს სადავოა ბატონო. უნდა შეზღუდოს მაგალითად ამ ადამიანის უფლება გამოხატოს პროტესტს, თუმცა ისევ და ისევ შეგნებული არჩევანია ჩვენი, რომ ჩვენ იმ ადამიანებს მართლაც აქვს პრობლემა. არა, შეზღუდვაზე არ არის ამ შემთხვევაში საუბარი, მოწესრიგდეს ტრანსპორტის მოძრაობა იმისათვის, რომ ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. ამას გულისხმობ, ჩვენი შეგნებული არჩევანი იყო ის, რომ შეხება პოლიციასა და იმ ადამიანებს თუ პროტესტს გამოხატოს, იყო რაც შეიძლება ნაკლები. ეს არ არის მარტო ჩვენი იდეა, ეს პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე და ამაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე ექსპერტებიც, რომელიც ეს გულშეს რომ ავირიდოთ კიდევ უფრო რადიკალიზაცია და დაპირისპირება საზოგადოებაში. არის თუ არა ქალაქის მუნიციპალიტეტის და მთავრობის ვალდებულება უზრუნველყოს მომიტინგეთა გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება, გარდა ამისა, რატომ არ სუფთავდება ტერიტორიები? ის ტერიტორიები, სადაც დგას საკნები და სადაც მიმდინარეობს ოპოზიციის აქციები. ეს კომუნალური სამსახურები, დასუფთავების სამსახური ეკუთვნის ყველას, ქვეყნის ყველა იმ თბილისის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც მიუხედავად თავისი პოლიტიკური სიმპათიებისა დგანან დღეს აქციაზე, თუ ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. ნამდვილად. ამიტომაც დასუფთავების სამსახურმა ცადა, რომ დაელაგებინა ეს ტერიტორია, თუმცა რაღაც ინციდენტი მოხდა ძალიან გაურკვეველ ვითარებაში და ამიტომ ეს შეგნებული არჩევანი იყო, რომ სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასარდებლად მოხდა ის, რომ თუმცა ეს ოპოზიციამ შეაფასა როგორც ხელისუფლების პროვოკაცია. ბუნებრივი ასე ვთქვათ მოქმედება ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ერთი მინუსი, რასაც მე ოპოზიციაში ვხედავ, ჩემი აზრით რასაკვირველი არის ის, რომ მათთვის რთულია განსხვავებული აზრის მიღება. არა მარტო ხელისუფლების მხრიდან, არამედ საზოგადოების სხვა იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც თulis რომ მაგალითად ეს მანიფესტაციები შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი. ხელისუფლება იღებს განსხვავებულ აზრს და აღიქვამს ხელისუფლება დღეს ადეკვატურად იმ ვითარებას, თუ რაც ხდება ქალაქის ქუჩებში. ნამდვილად. ჩვენ ბუნებრივია ვისმენთ ყველა იმ კრიტიკას, რასაც ვიღებთ, თუმცა არ არის კონსტრუქციული კრიტიკა და არ არის მხოლოდ ნეგატიური, ასე ვთქვათ, მიდგომები და შეურაცხყოფები, თუმცა ჩვენ ვისმენთ ნებისმიერი ადამიანის მოსაზრება და არავითარ შემთხვევაში ხაზს უსვამ. არავითარ შემთხვევაში არ აქვს აგრესიული დამოკიდებულება იმ აზრებისადმი, იმ იდეებისადმი, რომელიც ჩვენს ეწინააღმდეგება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კამათს, თუმცა ოპოზიციის შემთხვევაში აგრესიული დამოკიდებულება გამოიკვეთება და იმიტომ რომ ავირიდოთ ეს რადიკალიზაცია, ამიტომ აი კონკრეტულ შემთხვევაში დასუფთავების სამსახური. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ შემთხვევაში რასთან მივდივართ? თუ კი თქვენ იცავთ იმას, რომ მომიტინგეებს სრულად იყოს დაცული მომიტინგეთა გამოხატვის თავისუფლება და ეს არის დემოკრატიული პროცესების ნაწილი, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ ამ შემთხვევაში ირღვევა იმ ადამიანის უფლებების, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიის მახლობლად და ისინი არ სუფთავდება ამ შემთხვევაში მათ გარშემო ქუჩები და უწევთ ანტისანიტარიის პირობებში ცხოვრება. გეთანხმებით. როგორ ავლებს ამ შემთხვევაში ქალაქის მთავრობა, ქალაქის ხელმძღვანელობა ზღვარს, რომ არ დაირღვეს არც ერთი ადამიანის უფლება? გეთანხმებით, ძალიან რთულია ბალანსის დაცვა, თუნდაც
დალაგების კუთხე, თუნდაც ის რომ ქუჩები იკეტება ყოველგვარი მიზნის გარეშე, ყოველგვარი დატვირთვის გარეშე და გარკვეულწილად შეიძლება პოლიციის ვალდებულებაც არის რომ ეს ქუჩები გახსნას, მაგრამ გარკვეულწილად ბატონო აკაკ თუ პირდაპირ ვალდებულება და შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ ვალდებულებაც არის კანონის მიხედვით და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მაგრამ ისევ და ისევ გამომდინარე განსაკუთრებული სიტუაციიდან საქართველოში და ისევ და ისევ იმ მიზნიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვინდა რადიკალიზაცია მოვახდინოთ დაპირისპირება, ამიტომაც ჩვენ ეს შეგნებული არჩევანია. გარდა ამისა, მე როცა საუბარია რომ პოლიცია მთელი საქართველოსია და ასე ვთქვათ დასუფთავების სამსახური, მე მინდა გითხრათ რომ დასუფთავების სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს და პოლიციაც ძალიან აქტიურად მუშაობს და მიუხედავად იმისა რომ ეს მანიფესტაციები იმართება, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად შემცირდა დანაშაულის რაოდენობა და სამართალდარღვევების რაოდენობა არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოში. ეს ნიშნავს რომ საპირისპირო სამტკიცებს ოპოზიცია, ისინი საუბრობენ თავიანთ აქტივისტებზე, ზეწოლაზე და იმ ადამიანების ცემის ფაქტებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ მიტინგებზე. ბატონო აკაკი, იღებს თუ არა სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლება იმაზე, რომ მოვლენები ძალადობრივი სცენარით არ განვითარდება. კი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რასაკვირველია, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მათ ბედზე მომავალში, არა მარტო ჩვენს ასე ვთქვათ მომხრეებზე, თუ რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ პოლიტიკას ხარს უჭერს ან ნეიტრალურ ადამიანებს, არამედ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ ადამიანებზე, რომელიც ჩვენი აქტიური კრიტიკოსები არიან. კარგით, როგორ შეიძლება ვივარაუდოთ მოვლენების განვითარება? 15 დღეა ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რა იქნება შემდეგ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად დავждებით მაგიდის იგულო და განვიხილოთ იმ საკითხებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევიგნოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების გასაუმჯობესება, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც არის გლობალური ფინანსური კრიზისი, როდესაც არის სერიოზული საფრთხე ჩრდილოეთიდან, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავждეთ, ვიკამათოთ და გადავწყვეტოთ ის პრობლემები. ანუ ხელისუფლება ჯერჯერობით რჩება მოლოდინის რეჟიმში, რომ ოპოზიცია წამოვა დიალოგზე ბატონო აკაკი. ჩვენ ბუნებრივი აქვს სურს, რომ ის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს, იყოს მაქსიმალურად ფართო პროცესი, მაქსიმალურად მონაწილეობითი პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ რეფორმებს ვატარებთ, ჩვენ ვესაუბრებით იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც მზად არის დიალოგს და რომელიც ძალიან სერიოზულად გვაკრიტიკებს, მაგრამ რაღაცა საკითხებზე თანხმდებით, ასევე ვესაუბრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და ვაგრძელებთ ამ რეფორმებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახი, მაინც არის ნაკლი იმისა, რომ გარკვეული ნაწილი ამ ოპოზიციური ლიდერებისა არ არიან ამ მაგიდის ირგვლივ. რა იქნება შემდეგ? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ხომ არ იქნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ისე რჩება დიალოგის მხოლოდ მოწოდების დონეზე და ელოდება საპროტესტო მუხტის ჩაქრობას? არამც და არამც, ამიტომ მე ვახსენე, რომ დღეს კონკრეტული შეთანხმება მოხდა, ჩვენ ასევე დავიწყოთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა, სხვა ალტერნატივებზე მუშაობთ ჩვენს ოპონენტებთან პარლამენტში. ამიტომ გვაქვს შემოთავაზება, რომ ისინი შემოგვიერთდნენ, ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია შემოგვიერთდეს, ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ თავისთავად ეს უფრო პროდუქტიულს გახდეს ჩვენ მუშაობას და უფრო ეფექტურს გახდეს ჩვენ მუშაობას და შედეგიც უკეთესი იქნება. როდესაც ეს ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია, როდესაც თქვენ ამბობთ, არ მოდის თქვენთან დიალოგზე. მისი მოთხოვნა, ისევ უბრუნდებით ამ თემას, მისი მოთხოვნა არის მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ მუშაობს ყოველდღიურად გადაწყვეტოს იმ ადამიანების პრობლემა, რომელიც ამ აქტიურ პროტესტს გამოხატავენ, იქნება თბილისში თუ თბილისის გარეთ. იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიცით ამ ქვეყანაში მოქალაქეებს რა პრობლემა აქვს, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან აქტიური კონტაქტი. ოპოზიციამ არ იცის ბატონო აკაკი. ვერ გეტყვით, ეს ოპოზიციას უნდა გკითხოთ, მე მათგან რაც მესმის არის ის, რომ თავარი პრობლემა არის პრეზიდენტი გადადგეს, თუმცა არ იციან შემდგომში რა უნდა მოხდეს. მე ბატონი კოკოსგან მოვისმინე რამოდენიმე დღის წინ რომ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ გადადგება, ჩვენ მასთან მივად კონსულტაციებისათვის. ანუ მე ჩემთვის როგორც ადამიანს, რომ ჩართული არ ვარ ამ ოპოზიციის საქმიანობის პროცესში, არ ვიცი მათი, ასე ვთქვათ, თქვენ ძალიან კარგად იცით რა სურს დღეს მოსახლეობას და რა არის მოსახლეობის პრობლემები. ასევე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სახელით საუბრობს ოპოზიცია. რასთან მივდივართ ამ შემთხვევაში? ჩვენ უბრალოდ გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი მოსახლეობასთან. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას საპარლამენტო მოსახლეობასთანაც, ვინც თქვენ გიყენებს ძალიან რადიკალურ მოთხოვნას. კი, ბუნებრივია, ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პასუხისმგებლობთ ყველა მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და არა მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში იმყოფება. და ასევე პასუხისმგებელი უნდა იყოს ოპოზიციაც,
თუ ისინი არიან ესეთი პოლიტიკური ლიდერები ყველა მოქალაქეზე, როგორც იმ მოქალაქეებს, რომელიც იდგანა, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელიც გარდგანა, იმიტომ რომ მათაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა როგორც პოლიტიკური ლიდერებს და ისინიც გარკვეულწილად ვალდებული არიან გაითვალისწინონ სხვა მოქალაქეების მოსაზრებები და არ მიაყენონ შეურაცხყოფას, როდესაც ქუჩებს კეტავენ. ალბათ ხელისუფლებაც ასევე ვალდებულია გაითვალისწინოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქის ინტერესი და მოთხოვნაც, რომელიც მოთხოვნაც ხელისუფლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას კიდევ ერთი მოწოდება მშვიდობისა და ვითარების განმუხტვისაკენ ამჯერად დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან საუბარს სპორტსმენები ურჩევენ. ის სპორტსმენები, რომლებიც თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებიან. დაგვალდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი და ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი შენგელი ფიცხელაური. საღამომშვიდობის ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დობა უნდა გავამართლოთ. ასე გამოქვეყნდა გუშინ თქვენი განცხადება, საქართველოში უნდა ჩატარდეს ალბათ პირველად ბატონო შენგელი ასეთი მასშტაბური ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და თქვენ ითხოვეთ მშვიდობა, რათა სტუმრებმა მშვიდად იგრძნონ თავი ქვეყანაში. რამდენად შეუშლის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იმას, რომ ევროპის ჩემპიონატი სრულყოფილად ჩატარდეს? მე მოვახსენებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმას, რომ მართლაც პირველად ტარდება საქართველოში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი და არა მარტო ძიუდოში, ყველა სახეობა, რაც კი სპორტი არსებობს, ჯერ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში არ ჩატარებულა. მთელი 3 წლის მანძილზე ძალიან ბევრი იბრძოლა ფედერაციამ და საერთოდ ეს მონაპოვარია იმ ძიუდოისტების, რომლებიც შესანიშნავად გამოდიოდნენ საერთაშორისო ასპარეზზე. ყავს ჩვენ იცით თქვენ არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონები. აი ამან განაპირობა ზუსტად რომ ევროპის ძიუდოს ფედერაციამ გადაწყვიტა რომ საქართველოში დედაქალაქ თბილისში ჩაეტარებიათ ევროპის ჩემპიონატი. და მართლაც დავამატებ კიდევ იმას, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე არა მარტო მამაკაცები მიღებულობენ მონაწილეობას, პირველად ჩვენი გულშემატკივრები ნახავენ მანდილოსნების პაექრობას. ესე იგი ერთდროულად არის როგორც მამაკაცებში, ისე მანდილოსნებში. ეს არის ძალიან სანახაობრივად იქნება ძალიან კარგი ეს ჩემპიონატი და ჩვენ 2 დღის უკანაც ვახსენეთ და ვთქვით, რომ თხოვნა არის ესეთი, რომ ხელი შეგვიწყონ, არ შეგვეშალოს ხელი აი ამ ჩემპიონატისათვის, რათა ჩვენ საზოგადოებას ვანახოთ მართლაც სპორტული ზეიმი. ბატონო, რა ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციები ბატონ დავით ჩემპიონატისთვის? საპროტესტო აქციები ახლა არ არის ლამაზი, როდესაც სპორტული დელეგაცია მოემგზავრება სასტუმროდან სპორტის სასახლეში, აქ ზუსტად უნდა გაიაროს ეს კოსტავას ქუჩა და იქნება გადაკეტილი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ამის პრობლემა არ გვექნება, ჩვენ არსებობს ალტერნატიული გზა და სპორტის სასახლემდე მივიყვანთ და სპორტი ისეთი რამე არის, ცოტა უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკასთან. მე მინდა ვთქვა, რომ მე პირადად როგორც სპორტსმენმა ვიწვნი ესეთი დამოკიდებულება, როდესაც პოლიტიკოსები ჩაერიან სპორტში, ეს იყო 1984 წელი, 1980 წელშიც იყო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არ მიიღეს მონაწილეობა რიგმა ქვეყნებმა და 84-შიც ესეთი გადაწყვეტილება იყო, არ გაგუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე და დავზარალდეთ მარტო სპორტსმენები, სხვა არავინ. და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სპორტი ვთვლი, რომ უნდა იყოს ცალკე სპორტი, სადაც პოლიტიკასთან ახლოს არ უნდა იყოს. ხო, ამბობთ, რომ სპორტი დააზარალა ადრე პოლიტიკის ჩარევა. დღეს ხომ არ ხდება სპორტის ჩარევა პოლიტიკაში, მაშინ როცა ამბობთ, რომ არ არის ლამაზი ევროპის ჩემპიონატის დროს ქვეყანაში იმართებოდეს აქციები. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ამ ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას 40 ქვეყანა და ახლა რო ვთქვათ, რომ ევროპაშიც არ ხდება ესეთი გამოსვლები, ევროპაშიც ხდება გამოსვლები და იციან ამ სპორტსმენებმაც ესეთი მომენტები, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს. სამწუხაროდ
ესე მოხდა, რომ საქართველოში ამ დროს დაემთხვა ეს გამოსვლები და რა თქმა უნდა არ არის კარგი ევროპის ჩემპიონატისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამას უარყოფითი ეფექტი არ უნდა მოყოს. თქვენ შეეცდებით მაღალ დონეზე ჩაატაროთ ეს ჩემპიონატი მიუხედავად ფაქტიურად სახელმწიფომ და ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. მე მეცაც გეტყვით დღეს თელი დღის განმავლობაში ვიყავი სპორტის სასახლეში, ვაკვირდებოდი თუ როგორი მზადება მიდიოდა ამ სპორტის სასახლის დელეგაციები ეტაპობრივად შემოდიოდნენ ამ სპორტის სასახლეში და როდესაც შემოვიდა რუსეთის დელეგაცია, პირდაპირ თამამად შემიძლია თქვა, რომ განციფრებულები დარჩნენ, რომ ესეთ დონეზე არის მომზადებული სპორტის სასახლე. თუ რამე შეიძლება სპორტსმენს გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის ჰქონდეს, ყველა პირობა თითქმის შექმნილია ამ სპორტის სასახლეში. ბატონ შენკელი, როდესაც დღეს სპორტსმენები სპორტის სფეროს წარმომადგენლები ითხოვთ მშვიდობას ქვეყანაში იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას ხელი არ შეეშალოს. საზოგადოების წარმომადგენლები დღეს არიან საკმაოდ აქტიურები და ისინი ყოველთვის მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ. რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში სპორტულმა საზოგადოებამ? მათი აქტიურობა რამდენად იქნება, მათი აქტიურობის შედეგი რამდენად შეიძლება იყოს ის, რომ მხარეები მართლაც დაელაპარაკნონ ერთმანეთს? შეიძლება ბოდის მოვესწრებ, ხვალ ზუსტად იქნება ის დღე, როდესაც ოპოზიციაც და პოზიციაც ერთად დაუკრავს შტაშს გამარჯვებულს და ერთად უგულშემატკივრებენ ჩვენ სახელოვან ფალავნებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ თუ კი ეს ასე არ მოხდა, სპორტულ საზოგადოებას რა შეუძლია გააკეთოს? ალტერნატიულ წინადადებას შევთავაზებ როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩვენ ვეპატიჟებით ძიუდოს წარმომადგენლები სპორტის სასახლეში, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას და ალბათ ეს იქნება ყველაზე უფრო უკეთესი, რომ ერთად უგულშემატკივრონ აი ამ ჩვენ სპორტსმენებს, რომელსაც შეუძლიათ ძალიან დიდი სიხარული მიანიჭონ ჩვენ საზოგადოებას. ბატონო, ალბათ ის მოვლენაა მართლაც, რომელიც ყველას გააერთიანებს მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა თუ მოსაზრებებისა, მაგრამ მაინც რადგანაც პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე საუბრობთ, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, რამდენად აქტიური უნდა იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა, იქნება ეს სპორტი, კულტურა, ხელოვნება და ასე შემდეგ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მართლაც უმართავი არ გახდეს და უფრო მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. სპორტსმენები ვართ საზოგადოების ნაწილი. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაც საზოგადოება იქნება, იქ უნდა იყოს სპორტსმენები. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენც უერთდებით ამ მოთხოვნას და ვთხოვთ, რა ვიცი, თუ შეიძლება უშუამდგომლოთ ერთმანეთთან ჩვენ სპორტსმენებს მეგობრები იქითაც აყვავს, აქეთაც, ხო? და დასხდნენ მართლაც მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ ქვეყანაში ისეთი ხალხი არ ცხოვრობს, რომ ვერ დაელაპარაკონ ერთმანეთს და დამთავრდეს ან იქეთ, ან აქეთ. ხალხი უბრალოდ არ დაიღალოს და გული არ გაუტყდეს. ბატონ შენკელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ რამდენიმე წუთში საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭერბეთ. მე მინდა დასასრულს ისევ დაუბრუნდე ამ ჩემპიონატის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში არის საკმაოდ დაძაბული, რამდენად მზად არის სპორტული საზოგადოება, ძიუდოს ფედერაცია, იმისათვის, რომ არის თუ არა საორგანიზაციო საკითხები მოგვარებული, საბოლოოდ რომ ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე. მე ვახსენე და კიდევ ვიმეორებ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯერ არ ჩატარებულა ამ დონის ევროპის ჩემპიონატი. როდესაც ჩამოვიდა თვითონ რუსეთის წარმომადგენელი არის დღეისათვის ევროპის პრეზიდენტი. და თქვენ იცით, რომ ყველანაირ მიზეზს ეძებდნენ, რომ საქართველოსდან ეს ევროპის ჩემპიონატი გადატანილიყო სხვა ქვეყანაში. და ეს მიზეზი რომ აი იქ ესია დაძაბულობა და ასე შემდეგ. და ორი კვირით ადრე გამოაგზავნეს წარმომადგენელი და როდესაც ნახეს ეს ჩვენი შემართება, ნახეს აი რაც ბატონმა დავითმა ბრძანა სპორტის სასახლე როგორაა მომზადებული, სასტუმროებში სად უნდა განვათავსოთ და ეს ყველანაირად როგორ ვართ ჩვენ მზად, ყველანაირი ის წინადადება წაიღეს უკან, რომ აი შეიძლებოდა ეს სხვა ქვეყანაში გადაეტანათ და დაგვეთანხმდა ყველა, რომ მზად არის დღეს საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომ ჩაატაროს ეს მაღალი დონის ჩემპიონატი, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია. ძალიან დიდი მადლობა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება, წარმატებებს უსურვებ მონაწილეებს, განსაკუთრებით ქართველ მონაწილეებს, რასაკვირველია და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ნამდვილად გაახარებენ თავიანთ გულშემატკივრებს. წარმატებებს გისურვებთ. პატიჟებით ტელევიზიის წარმომადგენლებსაც და დიდი მადლობა. დარჩებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი შენგელი ფიცხელაური და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა სამშაბათამდე გემშვიდობებად. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.